იმ ფონზე, რომ პლანეტაზე განხილვა თემებს შორის დომინირებს ორი. ეს არის პირველი, ცოცხალი ტრილიონერი ილონ მასკის სახით და მეორე თემა არის ამერიკა-ირანს შორის დაწყებული სამშვიდობო შეთანხმებები. ნებამიბოძე დავიწყოთ მსოფლიო ეკონომიკისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების აღწერით, საიდანაც საკმაოდ მძიმე და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება უახლოეს 24 საათშია მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ პაკისტანი არის მთავარი და ერთადერთი ქვეყანა, სადაც მხარეები, ანუ შეერთებული შტატები და ისრაელი ახერხებდნენ მოლაპარაკებების გამართვას. შეჰბაზ შარიფმა შეერთებულ შტატებს, ირანსა და რეგიონის ქვეყნებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის. შევხედოთ და გადავხედოთ კიდევ ერთხელ, რას აცხადებს შუამავალი ქვეყნის, ანუ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი. ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. საბოლოო შეთანხმება სავარაუდოდ მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი. მოხდეს დასასტურებლად და პაკისტანი ამის შემდეგ მაშინვე სამშვიდობო შეთანხმების ელექტრონული ხელმოწერისთვის ემზადება, რასაც მომავალ კვირას ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მოხდება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ხანგრძლივი მშვიდობისთვის მყარ საფუძველს შექმნის, აცხადებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მხარეებს შორის, ანუ ირანს და შეერთებულ შტატებს შორის, იმდენად რთული და არასანდო ვითარებაა ჩამოყალიბებული, რომ სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობებს და ამას ნიშნავს ჩარჩო შეთანხმების პირობები, ხელს მხარეები დისტანციურად, ანუ ელექტრონულად მოაწერენ. არის თუ არა ეს რაიმეს ნიშანი? არაფერი განსაკუთრებული სიახლე, გარდა ერთისა, რომ მხარეებს შორის ნდობა უბრალოდ არ არსებობს. ნულს ქვემოთ არის და პაკისტანმა მაქსიმუმი, რაც მოახერხა, არის მათი დისტანციურ შეთანხმებაზე დაყოლიება, რაც საბოლოო ჯამში ადასტურებს ერთს. ეს პირადად ჩემი აზრია, რომ მშვიდობა ამ რეგიონში, მით უმეტეს ისრაელის ფაქტორის გათვალისწინებით, არის საკმაოდ მყიფე. აი, ვიდრე ეს შეთანხმება გაჟღერდებოდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, იყო განცხადებები ირანიდან და ეს განცხადებები მსოფლიო ეკონომიკისთვის საკმაოდ დამოფიქრებელია, რომ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შესაძლოა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწეროს უახლოეს საათებში, ამას ადასტურებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორც კი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დასრულდებაო, ხელი მოეწერება ყველაფერს და თავდაპირველი ხელმოწერა ციფრულად მოხდებაო. ანუ ციფრულ ხელმოწერაზე აქედანაც, ანუ ირანის მხრიდანაც გვაქვს დასტური და თითეული მხარე, როგორც გითხარით, დისტანციურად აწერს ხელს. აი, ამის შემდგომ გამოცხადდება, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომ ორივე მხარე მოაწერა ხელი, რაც შეიძლება, როგორც გითხარით, უახლოეს საათებში მოხდეს და მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენი პოზიცია, ანუ ირანის, რომ მაღალ გამდიდრებული ურანის მარაგის საკითხის მოგვარების ერთადერთ გზას მისი გამდიდრების დონის ირანის ტერიტორიაზევე შემცირება წარმოადგენს. განაცხადა აბას არაღჩი. ეს განცხადება მან ირანის ნაციონალური ტელევიზიის მეშვეობით გააკეთა და არაღჩის განცხადებით ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება. თუმცა უმთავრესი გზავნილი მაინც სხვა არის. ირანელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის მართვა ისე აღარ იქნება, როგორც ეს ომამდელ პერიოდში იყო. და აღნიშნული საკითხი მიდის მოლაპარაკების რეჟიმში ირანსა და ომანს შორის. ანუ ეს ორი სახელმწიფო ცდილობს, რომ გადაწყვიტოს საბოლოო ჯამში ჰორმუზის ბედი. ეს იქნება კვლავ უფასო გასასვლელი თუ ფასიანი. საზღვაო ბლოკადა სრულად უნდა მოიხსნას, ამას ირანის მხარე ადასტურებს და ეს შეთანხმების პირველი პუნქტიაო, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი განცხადება ასევე ადასტურებს, რომ ისლამაბადის სამშვიდობო მემორანდუმის ხელმოწერა როგორც არასდროს არის რეალისტური. აი, ჯამში ეს არის ყველაფერი, რაც თავი მოუყარეთ თქვენთვის ამ კვირა დღეს. რა რჩება ამ ვითარებაში საზოგადოებას? იცით, იმ ფონზე, რომ გასაოცარი სისწრაფით მრავლდებიან როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური პოლიტოლოგიის სპეციალისტები, მე ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ამ ვითარებაში პირადად ჩემთვის საუკეთესო მთხრობელის და აღმწერის ვითარებისა არის ერთადერთი, ეს არის ბიზნესი, რომელიც ყველაზე კარგად ქმნის მოთხოვნა მიწოდებას და მისგან გამომდინარე ფასსაც. და ეს ფასი ასახავს ზოგადად რამდენად მყარია მშვიდობა რეგიონში, რომელმაც მსოფლიოში COVID პანდემიის შემდეგ დასაბამი მისცა ყველაზე დიდ ფასების ზრდას ნავთობზე
და სხვა პროდუქტებზე. გადავხედოთ და აი ამ დროისთვის ხედავთ ეკრანზე WTI $84, Brent $87, რუსული ურალსი $78 ივაჭრება, ხოლო ოქრო $4222-ზეა, ვერცხლი $67. ჩემი აზრით, მსოფლიო დიდი სიფრთხილით აკვირდება ამ სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიმართაც ნდობა, ანუ სამშვიდობო შეთანხმების მიმართ ნდობა აქვს ძალიან ფრთხილი. და კიდევ ერთი ამ ვითარებაში, როცა ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე იტოვებს სრულად კონტროლის უფლებას ომანთან ერთად და ჩამოყალიბდება ომანთან ერთად თუ როგორი იქნება სამომავლო პირობები ჰორმუზის სრუტის სარგებლობაზე, ნავთობის ფასების დრამატულ შემცირებას და ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე არსებულ დონეზე ჩამოსვლას არც უნდა დაველოდოთ და ამისი ილუზია არ უნდა გქონდეს. ყველაფერი დანარჩენისთვის კი მოდი ვნახოთ ერეკლე ფოლადიშვილის ვიდეო ისტორია, სადაც საქმიანი საღამოს და საბირჟო მიმოხილვის ჩვენმა წამყვანმა, ტექინფორმის ასევე თანაავტორმა და წამყვანმა ანალიტიკური მიმოხილვა გააკეთა და შეეცადა გაეცა პასუხი კითხვაზე. დასრულდა თუ არა ომი შეერთებულ შტატებს და ირანს შორის? დასრულდა თუ არა აშშ-ირანის ომი? ამ კითხვის დასმისთვის უკვე იმდენჯერ მოგოცა საფუძველი და შემდგომ იმდენჯერ გაგვიწრუდა იმედები, რომ რეალურად უკვე გვიჭირს გავარჩიოთ რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ბოლო-ბოლო ამერიკული მედიების დათვლებით 28 თებერვლიდან დღემდე დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადება 39-ჯერ დაანონსა. დიახ, 39-ჯერ. აი, რა ხდის ამჟამინდელ მოცემულობას განსხვავებულსა თუ უფრო საინტერესოს, ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებ. დავიწყოთ დონალდ ტრამპის მიერ ომის 3 თვის თავზე სრულიად მოულოდნელად გაჟღერებული გადაწყვეტილებით, რომ მან ირანის მიწასთან გასწორება და ხარგის კუნძულის აღება გადაიფიქრა და ახლო აღმოსავლეთის დაუძინებელ მტერთან ომი დაასრულა. თანაც დაასრულა დიდი შეთანხმებით, რომელიც ამ დღეებში ევროპაში, კერძოდ ჟენევაში საბოლოოდ უნდა გაფორმდეს. ცხადია, ტრამპი აღარ მიიჩნევა იმ რანგის პიროვნებად, რომლის ყველა განცხადებასაც უკითხავად დაეჯერება. ამიტომ გადავხედოთ რეაქციებს და მას შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რაც საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავ რეალობას ასახავს. აი მაგალითად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაყაიმ ტრამპის განცხადებიდან მალევე სახელმწიფო მედიას პირდაპირ ეთერში საჯაროდ გამოუცხადა, რომ არავითარი ომი არ დასრულებულა და არც შეთანხმებაა იმ დონეზე მისული, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის საბოლოოდ შეწყდეს. არაღჩის უწყების ამ განცხადებიდან ძალიან მალე კი, ასევე ურთიერთგამომრიცხავად ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა 14 პუნქტიანი სამშვიდობო მემორანდუმი, რომელშიც დეტალურად წერია, რაზე აიღებენ პასუხისმგებლობას ცალკე აშშ და ცალკე ირანი. მოკლედ რომ მივყვეთ, გარიგების პირობები შემდეგია. დაუყოვნებლივ შეწყდება ცეცხლი ყველა ფრონტზე. აშშ აღარასდროს ჩაერევა ირანის შიდა საქმეებში. სრულად მოეხსნება ბლოკადა ირანულ პორტებს. აშშ ირანის ახლო პერიმეტრზე მდებარე ყველა ტერიტორიიდან გაიყვანს ჯარებს. თეთრი სახლი მოუხსნის სანქციებს ირანს ნავთობისა და პეტროქიმიკატების ექსპორტზე. ამასთან, თავის მოკავშირეებთან ერთად სულ მცირე 300 მილიარდს გამოუყოფს ომით მიღებული ზარალის ანაზღაურებისთვის. დამატებით 24 მილიარდის გაყინულ აქტივებსაც დააბრუნებს და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ირანი აღარ დაარტყავს ამერიკის მოკავშირეებს, საჯაროდ განაცხადებს, რომ აღარ შექმნის ბირთვულ იარაღს და გახსნის ჰორმუზის სრუტეს. აი რაც შეეხება გამდიდრებულ ურანს, მისი ბედი 60 დღიანი მოლაპარაკებების გადასაწყვეტი გახდება. თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ამ შეთანხმებით ვინ რჩება მოგებული და ვინ არა. თუმცა საქმე ის არის, რომ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები, რომლებზეც საუბარიც დავიწყეთ, ამ შესაძლო გარიგების პუნქტების გასაჯაროებითაც კი არ მთავრდება. ისრაელური მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, როგორც ომში ჩართული ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერმა, ომის დასრულების შესახებ ტრამპის განცხადება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე სრულიად მოულოდნელად შეიტყო. ამ აბსოლუტურ ინფორმაციულ ქაოსში მცირედი ხელმოსაჭირი მოგვცა ამერიკული მედიის მიერ პარასკევს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის დაცვის 4 თვითმფრინავი ტრამპის განცხადებიდან მალევე შვეიცარიის ქალაქ ჟენევასკენ გაემართა. გაემართა, რათა მოამზადოს ყველაფერი 14 ივნის აშშ-სა და ირანს შორის ხელის მოწერისთვის. ცხადია, როცა ერთი მხრივ ვიცით, რომ სწორედ ვენსი შეარჩია ტრამპმა ამერიკის წარმომადგენლად ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე და იმ ფაქტსაც ხედავთ, რომ მისი თვითმფრინავები ევროპაში გაფრინდნენ, ჩნდება განცდა, რომ რეალურ შედეგს უახლოვდებით. თუმცა, ვალდებული ვარ შეგახსენოთ, რომ აპრილის თვეში 21 რიცხვში მთელი მსოფლიო ელოდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყებას. ამერიკულმა მხარემ დესპანები ხომალდებშიც კი ჩასვა, თუმცა ბოლო წუთს ირანმა შეხვედრა გააუქმა და აღარც არაფერი გამოვიდა. ამიტომაც,
ბოლომდე ვენსის თვითმფრინავების აფრენაც კი აღარაფერს ნიშნავს. მას რა დაგვრჩენია ისეთი, რაც მტყუან მართლის გარკვევაში შეიძლება დაგვეხმაროს. ცხადია ბირჟები. ბირჟები, რომლებიც ყოველთვის ყველაზე სწრაფად და მკაფიოდ რეაგირებენ გლობალურ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე. ტრამპის განცხადების შემდეგ ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით დაეცა და $87-მდე ჩამოვიდა. შესანიშნავად დაიხურა ამერიკული, ევროპული თუ აზიური საფონდო ბირჟების სესიებიც. იაპონიაში 2.91%-ით, შანხაიში 1.12%-ით, სტოქს 600 1.6%-ით, ნასდაგი 2.5%-ით, S&P 500 1.7%-ით, დოუკი 1.9%-ით. უბრალოდ, პრობლემა ამ ხრივ ის არის, რომ მსგავსი დადებითი განწყობა ბირჟებზე აქამდეც გვიხილავს და შემდეგ დიდი იმედგაცრუებებიც გვარიანად ყოფილა. ბოლო-ბოლო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ირანთან მშვიდობის დამყარება და შეთანხმება გეგმისა 39-ჯერ დააანონსა. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები თუ აქტივობები გლობალურ ბაზარზე თუ პოლიტიკაში ალბათ კიდევ ბევრი შეგვხვდება. ჩვენ მხოლოდ იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ როგორც და როდესაც არ უნდა დასრულდეს აშშ-ირანის ომი, ის მართლაც ერთხელ და საბოლოოდ დასრულება და თანაც ისე, რომ ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში მეტად აღარ გაეხვეს. თემის შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით დღეს ჩარჩო პირობებს ხარებს შორის რაიმე ფორმით ხელი მოეწერება, თუმცა მანამდე უმთავრესი წინაპირობა, რამაც ეს შეთანხმება რეალური გახედა, ადასტურებს გამოცემა Reuters-ი, რომელიც იუწყება, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს მილიარდობით დოლარს გადასცემს. არსებული ინფორმაციით, პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და მის ფარგლებში საამიროებმა მის ტერიტორიებზე თავდასხმელ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს 3 მილიარდი გადასცეს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ფინანსური პაკეტის საერთო მოცულობა 10-დან 20 მილიარდამდე იქნება. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიზეზს, როგორც ირკვევა ოფიციალურმა აბუდამიმ მესნაბიჯი რეგიონში დაპირისპირების მკვეთრი ესკალაციის ფონზე უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით გადადგა, კერძოდ მრავალმილიარდიანი გარიგების ფარგლებში ირანის მხრიდან საამიროებზე და საამიროების ტერიტორიებზე თავდასხმების შეწყდება. საამიროების ოფიციალური პირის განცხადებით ისინი იღებენ და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათი ქვეყნის გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ომის საფრთხეებისგან დაიცავს. აღსანიშნავია, რომ ირანი ანალოგიური ფინანსური შეთანხმების მიღწევას სპარსეთის ყურის კიდევ 2 სახელმწიფოსთან აქტიურად ცდილობს, თუმცა აი რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს მცდელობები, ან რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი, სააგენტო Reuters-ი ამას არ აკონკრეტებს.